არის თუ არა კავშირი 43 საშუალო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის სალომე მამაცაშვილისა და ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ნიკა ჩანგსელიანის მკვლელობებს შორის. ჩანგსელიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთან ნიკას დაკრძალვის შემდეგ სატელეფონო ზარი გაისმა. ზარის ავტორი არ გამორიცხავდა, რომ სალომე მამაცაშვილი შესაძლოა ჩანგსელიანის მკვლელობის თვითმხილველი ყოფილიყო. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ სალომეს ოჯახის ახლობლები და 53 სკოლის პედაგოგები. 12 მაისს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული გოგონა დღეს ოქროყანის სასაფლაოზე დაკრძალეს. ნინო მამალაძე შეეცადა დაედგინა არსებობს თუ არა კავშირი ორ მკვლელობას შორის. 14 წლის სალომე მამაცაშვილი ოქროყანის სასაფლაომდე დღეს მისმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა მიაცილეს. დაკრძალვის დღეს სალომეს თანასკოლელებს საზარელი მკვლელობის გახსენება არ სურთ. მოზარდის ახლობლები დღეს არც იმ ვერსიას ადასტურებენ, რომ თითქოს სალომე იმავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ნიკა ჩანგსელიანის მკვლელობის თვითმხილველი იყო. შეიძლება თუ არა რომ ყოფილიყო თვითმხილველი ამას ვერცერთ ვერ ამივერტო ვერსიები ისე ხო არ მოდის ხო რაღაციდან რაღაცა მოდის და ამიტომ რამდენი ვერსია იყო და ამიტომ ყველა ვერსიაში რაღაც იმერტონე მოიძებნეს გამორიცხავთ კავშირს აი ამ მკვლელობას ალბათ ბავშვი გავიდა 7 საათს ხო გავიდა სასეირნოდ მეორე დილით იპოვეს მკვდარი მოკლული ხო დილ რა უნდა იწვდეს ოჯახის წევრები არაფერი არ იციან ჩანგსელიანის დედა ამბობს, რომ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელობის თვითმხილველი. არ ვიცი, მაშინ მაგას უნდა გითხოთ. აქ ნამდვილად არავინ არაფერი ეგეთი არ იცის. დავაცხოთ საკითხს, რომ იყო თვითმხილველი თუ არა, ეს ალბათ სისულელია. ოქროყანაში სალომე მამაცაშვილის სასაფლაოდან რამდენიმე მეტრში ნიკა ჩანგსელიანის საფლავია. ჩანგსელიანების ოჯახი აქვე ოქროყანაში ცხოვრობს. მოკლული ნიკას ოჯახის წევრები დღეს ყვებიან, რომ მოზარდის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში სახლში სატელეფონო ზარი გაისმა. ზარის ავტორი ამტკიცებდა, რომ სალომე მამაცაშვილი ნიკა ჩანგსელიანის მკვლელობის თვითმხილველი იყო და დეტალების გამხელას ნიკას დედისათვისაც აპირებდა. ჩანგსელიანის ოჯახის წევრები მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაჩო სირაძისათვის, რომელიც ამჟამად დაკავებულია სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. მოდიოდა ის გოგო უნდა ეთქვა ჩემთვის გასვენების პერიოდში ვეღარ მოახერხაო და მე რა უნდა და მოსვლაო უთქვია ვისთან უთქვია არ ვიცი უნდა მოსულიყო და სანამ მოვიდა გზაში ვერ მოკლეს ბავშვი და მანიაკს ეძებენ მანიაკმა მოკლია მანიაკმა კი მოკლა მანიაკი გადისო იმ ჩემი შვილის მკვლელი მცა სირაძე იმის მამამ გააკეთა ყველაფერი თქვენთვის რო არ ეთქვა კი ბატონო ჩემთვის რო არ ეთქვა რომ რატომ მოკლეს ჩემი შვილი როგორ მოკლეს ჩვენ დაგვირეკეს გვითხრეს თქვენამდე იმან ვერ მოაღწიაო მუდარეს გასვენების ღამეს განთავისუფლეს ის საცოდავი ბავშვი განთავისუფლეს სიცოცხლიდან 53 სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც ნიკა ჩანგსელიანის მკვლელობა მოხდა, სალომე მამაცაშვილის საკლასო ოთახში გაკვეთილზე იმყოფებოდა. სკოლის პედაგოგები ვერსიას თითქოს სალომე ნიკას მკვლელობის თვითმხილველი იყო კატეგორიულად გამორიცხავენ. იმ დროს, როდესაც ეს მკვლელობა მოხდა, ბავშვი იმყოფებოდა სკოლაში, გაკვეთილზე იჯდა. ეგ ვერსია საიდან მე არ ვიცი, აზრზე არა. როდის სკოლიდან გავრცელდა? ვერ გეტყვით, აი არავითარი მაგის მსგავსი ინფორმაცია არ მქონია. სალომე მამაცაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანების კიდევ ერთმა გვარმა გაიჟღერა. 14 წლის მარი ზაქარიაშვილი პოლიციამ რამდენჯერმე დაკითხა, თუმცა ბოლო დაკითხვა უკვე მოწმის სტატუსით განხორციელდა. მოზარდთა მკვლელობების ფაქტებს დღეს გენერალური პროკურორის მოადგილეც გამოეხმაურა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ნიკა გვარამიამ თავი შეიკავა. გამოძიება ახალ ვერსიებზე და დეტალებზე მუშაობს. გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს და მე რა თქმა უნდა სხვა ინფორმაციას თქვენ ვერ მოგაწვევთ. პრეზიდენტის ინიციატივა ადმინისტრაციული კოდექსის ახალი ვარიანტის შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობოების კრიტიკის ობიექტი ხდება. პროექტის თანახმად არასრულსოვანთა პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდე მცირდება, მკაცრდება ადმინისტრაციული სანქციები და იზრდება ჯარიმის ოდენობა. ახალი ვარიანტი პრევენციული ხასიათის სახდელების გაუქმებასა და პატიმრობის ვადის 1-დან 3 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. იურიდიული კომიტეტი ინიციატივაზე უკვე მუშაობს. ექსპერტთა ნაწილისა და არასამთავრობოების კრიტიკას ლევან ბეჟაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. გიორგი მოლოდინი ასაუბრა ინიციატივის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ახალი ადმინისტრაციული კოდექსი არასრულწლოვანთა პასუხისგებაში მიცემის ასაკს 12 წლამდე ამცირებს. კოდექსის ახალი ვარიანტი განსახილველად პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, თუმცა მანამდე კანონპროექტი კრიტიკის ქარცეცხლში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და იურისტებმა გაატარეს. რეპრესიული ღონისძიებები ძალადობას ვერ მოусპოთ. აქ ჰუმანური და პრევენციული ღონისძიებებია საჭირო. იგივეს გამეორება ადმინისტრაციულ სამართლებათა კოდექსში, როცა ასაკს ვამცირებთ, ჯარიმებს ვზრდით, პრევენციულ სახტელებს ვაუქმებთ, ნიშნავს რომ იგივეს მივიღებთ, იგივე შეცდომას. პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა მხოლოდ ამ ცვლილებას არ მოიცავს. მერიის, პარლამენტის, სასამართლოსა თუ კანცელარიის შენობის წინ ეგრეთ წოდებული 20 მეტრიანი რადიუსის დარღვევისთვის კი დამნაშავე დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ექვემდებარება, რასაც თან 200 ლარიანი ჯარიმაც ერთვის. ჩვენ ვერანაირი სანქცია ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი საქმე სამართლიანი და ჩვენ ბრძოლას გავაკეთებთ. ვერ დაპატიმრებით, ვერ ჯარიმებით, ხალხის აზრთებას ვერ შეაჩერებთ. როგორც ჩანს, ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ფინანსურადაც მომგებიანი უნდა გახდეს. ეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კოდექსში გათვალისწინებულ შეუსაბამო ჯარიმებზეც ისაუბრეს. სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარი, ესკორტის მოძრაობის შეფერხება 300 ლარი, სისუფთავის წესების დარღვევა 200-დან 1000 ლარამდე, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა 100 ლარი. თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე კი სარიცხისა და ფანჯრებზე რკინის გისოსებისათვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ მსუბუქი კატეგორიის დანაშაულისთვის მაღალი ფინანსური სანქციები სოციალურად დაუცველი ფენების აგრესიას გამოიწვევს. ჯარიმა და ადმინისტრაციული სახტელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იყოს იმ ქმედების ადეკვატური, რის გამოც ხდება თქვათ ჯარიმის დაკისრება და შესაბამისად თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეულ კონკრეტულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ადეკვატური ჯარიმების დაკისრება. ჯარიმა კარგია სულო და ყველაფერი კარგია თავის ნორმებში, რომელიც ეწევა, მაგრამ ჩვენ ვერაფერი ნორმირება არაფერში არ აგვაქვს და ნახოთ რა იქნება. 5 ლარს კი გადაიხდის ადამიანი, რომ დააჯარიმოთ და შევლილდებში არ გააკეთოს. მაგდენის გადახდა ნამდვილად. ადვოკატი ეკაბესელია დასავლურ გამოცდილებას იშველიებს და მიიჩნევს, რომ სასჯელის ზომის გამკაცრება დანაშაულის რაოდენობას ვერ შეამცირებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კი პრეზიდენტის ინიციატივის კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. დღეს მოქმედებს 74 წელს თვალსაჩინო მიღებული საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მიუხედავად იმისა, რომ მასში უამრავი ცვლილებებია შესული, მაინც ამ ცვლილებებიდან გამომდინარე რაღაც სისტემატიზირებული სახე ამ კოდექსს არ აქვს, ამიტომაც აუცილებლობა იმისა, რომ გაზიარებული იქნეს ახალი მიდგომები, ახალი სტანდარტები, აუცილებელი არის, რომ ჩვენთანაც იქნეს გადმოღებული და ცხოვრებაში დანერგილი. სასჯელების გამკაცრებამ და ზოგადად მკაცრმა სისხლისამართლის პოლიტიკამ გამოიწვია უკვე შედეგი, უფრო მეტი სისასტიკია, უფრო მეტი ძალადობა, უფრო მეტი დანაშაულია, უფრო მეტი ადამიანი უსამართლოდ დაისაჯა. ეს არ არის გამოსავალი, ამიტომ ამგვარი მიდგომა არ ამართლებს დღეს ქართულ საზოგადოებაში. ინიციატივა უკვე პარლამენტშია და კანონპროექტის სახეს სავარაუდოდ მალე მიიღებს. ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის დადებითი მხარეები უახლოეს მომავალში გამოჩნდება.